არის თბილისში ჩამოსული. ახლა კი ჩვენი პირველი ბრძოლა რინგის ლურჯ კუთხეში ჩვენ ვხედავთ 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივეს ლერი ბურნაძეს დებიუტანტი მოკრივეა რინგზე. ხოლო მის წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ ლუკა ბარნაუს კრივის კლუბ გლების წარმომადგენელს, რომელიც სულ ახლახანს დაუბრუნდა პროფესიონალური კრივის რინგს, მათ შორის იბრძოლა საფრანგეთში, უпростоრად შვეიცარიაში გასულთი ბრძოლა და აი ახლა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში სძლის ბედს. ლუკა ბარნაუმა წინა ბრძოლა გამართა 61 კილოგრამში და ვნახოთ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში. რას გვაჩვენებს ეს მოკრივე, რაც შეეხება დებიუტანტ მეტოქეს, მის მეტოქეს, ლერი ბურნაძე, როგორც გითხარით, წარმოადგენს რუსთავს, მისი მწვრთნელი ჩვენ დავინახეთ შალვა მამაცაშვილი რინგზე. რუსთაველი მოკრივეები ძალიან საინტერესოდ შემოვიდნენ პროფესიონალური კრივის შოუებში და ვნახოთ, რას შემოგთავაზებს ამჯერად ეს დებიუტანტი მოკრივე ლერი ბურნაძე. საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ასპარეზობა მოკრივეებმა, როგორც მოგეხსენებათ, შედარებით მსუბუქ წონებში უფრო ინტენსიური ბრძოლები მიდის, აი ჩვენც ვხედავთ ლუკა ბარნოვი როგორ ინტენსიურად გადადის შეტევაზე. საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გველის წინ დარწმუნებულია. ბარნოვი ცდილობს დაეუფლოს ინიციატივას თავიდანვე, აქტიურად შეუტიოს. ჩვენ ნახეთ აი რამოდენიმე სერია ინტენსიური და აშკარად ცდილობს თავიდანვე უპირატესობის მოპოვებას. ზოგადად, როგორც უკვე გითხარით, ბარნოვი წარმოადგენს კრივის კლუბ გლებს, მისი მწვრთნელი ბატონი მიხეილ ბაკაშვილი ყველასათვის ძალიან კარგად არის ნაცნობი და ამ კლუბის მოკრივეებს გამოარჩევთ სწორედ აი ეს დიდი ინტენსიურობა, სულ წინ სიარული, სულ აი ვხედავთ ბარნოვის შემთხვევაში ამჯერადაც მხოლოდ გამარჯვებას და რა კარგი დარტყმები გაუტარა ახლა მეტოქეს ლუკა ბარნოვმა და არ ჩერდება კიდევ აშკარად კარგად არის ბარნოვი მომზადებული ამ ბრძოლისათვის. ბურნაძეს რაც შეეხება მისთვის სადებიუტო ბრძოლაა, აუცილებლად იქნება გარკვეული ნერვიულობის ვარიანტიც, აი კიდევ რამოდენიმე დარტყმა გაატარა ბურნაძემ ამ შემთხვევაში. და დასჭირდება ადაპტირება პროფესიონალური კრივის რინგზე, იმიტომ რომ მაინც სულ სხვა გამოცდილებაა პროფესიონალური კრივის რინგზე ასპარეზობა. ნელ-ნელა უნდა დაალაგოს ბურნაძემ სიტუაცია, უნდა უპასუხოს, სხვანაირად ბარნოვი მას თუ ამ ტემპში გააგრძელა ასპარეზობა შანსს არ დაუტოვებს და აი ჩვენ უკვე ვხედავთ სისხლს ბურნაძის სახეზე. შემიძლია ვთქვა, რომ ლუკა ბარნოვი მართლაც საუკეთესოდ გამოიყურება წინა ბრძოლისგან განსხვავებით, რომელსაც მეც დავესწარი შვეიცარიაში, მაშინ ეს წონითი სხვაობა მართლაც შესამჩნევი იყო მასსა და მის მეტოქეს შორის. მოუხდა წონის დაკლება 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია ლუკა ბარნოვი და ემჩნევა კიდეც რომ მომზადებულია ისეთი ინტენსივობით დაიწყო თავიდანვე ბრძოლა, აქვს თავისი მოდი რომ 4 რაუნდის განმავლობაში არ დაიღლება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დაზოგავდა, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავთ ამ შემთხვევაში. და აი დასრულდა პირველი რაუნდი, რეფერი რინგზე მერაბ მაისურაძე მოუწოდებს მებრძოლებს დაიკავონ საკუთარი კუთხე. მე ვფიქრობ, პირველი რაუნდში ბარნოვის უპირატესობა აშკარა იყო. ახლა შალვა მამაცაშვილი მისცემს დაარიგებებს რუსთაველ მოკრივეს იმისათვის, რომ გარდატეხა შეიტანონ აი ამ დაპირისპირებაში. იწყება მეორე რაუნდი. სულ მალე და ვნახოთ რა გველის წინ. უნდა ითქვას, რომ საინტერესო იყო პირველი რაუნდი, არ მოიწყენდა მაყურებელი ინტენსიურობა ვნახეთ. ლუკა ბარნოვის საინტერესო შეტევები ვნახეთ, ვნახოთ მეორე რაუნდში რას უპასუხებს ბარნოვის
ინტენსიურ შეტევებს დებიუტანტი ლერი ბურნაძე. საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო მეორე რაუნდიც. სტილობს იმოძრაოს ლერი ბურნაძე მოძრაობაში აიყოლიოს მეტოქე ბარნოს რაც შეეხება სტილობს რომ უკვე შეატყვა რომ უპირატესობა აქვს და ეცდება რომ მეტოქე დაიჭიროს საკუთარ შეცდომებზე ლერი ბურნაძეს მართებს მოუმატოს ამ შემთხვევაში და გარდატეხა შეიტანოს ორთაბრძოლაში, თუმცა ვხედავთ სისხლს და კარგი მარცხენა აპერკოტი, კარგი დარტყმა იყო ნამდვილად. ახლა კი მერაბ მაისურაძემ გადაწყვიტა რომ ექიმის ჩარევაა საჭირო, მოწმენდნენ სისხლს ლერი ბურნაძეს. სისხლი არაფერი არ არის, დარწმუნებული ვარ, ვაჟკაცურად აიტანს ამ ყველაფერს რუსთაველი მოკრივე. ექიმი შეამოწმებს მის მდგომარეობას და სავარაუდოდ დართავს ნებას გააგრძელოს ასპარეზობა და ასეც არის სწორად. გარკვეული გაურკვევლობა, ასე ვთქვათ და გრძელდება ბრძოლა. ხედავთ რომ ახლა უკვე თვითონ ცდილობს კომბინაციების დაწყებას ლერი ბურნაძე, მართალიც არის თვითონ უნდა აიღოს ინიციატივა. ბარნოვი ცდილობს მეორე ნომრად აიცილოს მის შეტევები და უპასუხოს. ნამდვილად ორივე ვაჟკაცი ბიჭები არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ გამარჯვებით დაასრულონ ეს ორთაბრძოლა. როგორც უკვე გითხარით, ორთაბრძოლებს მასპინძლობს ვერის კალათბურთის სასახლე და ზოგადად პროფესიონალური კრივის ძალიან ბევრი დიდი შოუ ჩატარებულა ამ დარბაზში. ძალიან კარგი სიტუაცია, კარგი გარემოა ყოველთვის. ხედავთ რომ შვენიერი საკრივო შოუ იწყება ამჯერადაც და დარწმუნებული ვარ, ორთაბრძოლები გაამართლებს მაყურებლის შედეგებს. დასრულდა მეორე რაუნდიც. უნდა ითქვას რომ ინტენსიურობა ისეთი არ ყოფილა როგორც პირველ რაუნდში, საკმაოდ თანაბარი, კარგი რაუნდი იყო. ნახეთ სისხლი, ნახეთ დაძაბულობა, ნახოთ რას გადაწყვეტენ მსაჯები და ვის მიანიჭებენ ამ რაუნდში უპირატესობას. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი წელს ძალიან დიდი ინტენსივობით ატარებს ორთაბრძოლებს საქართველოში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის ბოლო ორი დასკვნითი ბრძოლები სწორედ წლის ბოლოს გადაწყდა რომ ჩატარდება თბილისში. ჩვენ უყურებთ ერთ საკრივო შოუს და სულ მალე 14 დეკემბერს კიდევ ერთი გრანდიოზული ძალიან დიდი საკრივო შოუ არის დაგეგმილი თბილისში. მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება მათ შორის, სადაც ნიკა ბიგვავა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული და ძალიან კარგი მოკრივე, დაიცავს თავის WBF ჩემპიონის ქამარს სწორედ აი აქ თბილისში და აი იმ შოუზე ველი ძალიან ბევრ გულშემატკივარს, იმიტომ რომ ნამდვილად იწვევს დიდ ინტერესს ის დაპირისპირებებიც. თუმცა დღეს შევხედოთ
აი ამ ორთაბრძოლას ნახეთ ბარნოვის ძალიან ზუსტია ლუკა ბარნოვი თითქმის დარტყმებს რასაც აკეთებს არ ტყავს მიზანში არის კონცენტრირებული ჩასაფრებული და კარგი პირდაპირი დარტყმებიც გაუტარა აი კიდევ ცდილობს იყოს აქტიური რაც შეეხება ბურნაძეს მართებს მეტი აი თვითონ უნდა იაქტიუროს თვითონ მეტი უნდა იმოძრაოს მეტი სისხარტე და სიზუსტე მართებს დებიუტანტ მოკრივეს რაც შეეხება ხასიათი და ვაჟკაცობა ფაქტია რომ ბურნაძეს ეს არ დაეწუნება აი უპასუხა ბურნაძემ ახლა ბარნოვის გაცვლიდებულ შეტევას თუმცა აი გაცვლები ორივე მოკრივემ შეძლო ერთმანეთისთვის დარტყმის მეყენება კარგად დაიცილა ბურნაძემ და უპასუხა კიდეც თუმცა ბარნოვის საპასუხო უძლიერესი მარჯვენა და კლინჩი ძალიან მნიშვნელოვანია კლინჩში მუშაობა ზოგადად ძალიან დიდი ენერგია მიდის აი ამ როდესაც შეიკრებიან მეტოქეები ერთმანეთს კლინჩში და სპეციალური ცოდნა სჭირდება აი ამ მდგომარეობიდან ისე გამოსვლას რომ კი არ დაიღალო პირიქით დაისვენო და გააგრძელო მერე ასპარეზობა უფრო დასვენებულმა და არა დაღლილმა ეცდილობს ახლა ბურნაძე გზები მოუჭრას შევიდეს ინტენსიურად თუმცა ერთჯერობით ბარნოვი არ აძლევს საშუალებას გარდატეხის შეტანისა აი ამ ბრძოლაში აი კვლავ კარგი დარტყმები გაუტარა ბარნოვმა აშკარაა რომ აქვს გამოცდილება ამ მოკრივეს და ხედავთ ხასიათს ლერი ბურნაძის კიდევ ერთ საინტერესო რაუნდი ნამდვილად არ არის მოსაწყენი ორთაბრძოლა პირიქით ინტენსიური დაპირისპირება მიდის ინტენსიური ბრძოლა მიდის რაც სასიამოვნო სანახავია ნამდვილად და ბოლო მეოთხე გადამწყვეტი რაუნდი ბოლო რაუნდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერმა დარტყმამ შეიძლება გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი და როდესაც მოკრივეები არიან დაღლილები უკვე ბოლო რაუნდებში ძალიან ხშირია ხოლმე რომ ერთი შეცდომა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, ერთი ხელის ჩამოშვება ნებისმიერ მოკრივეს ძვირად დაუჯდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ არც ერთი წამით არ დაუშვას შეცდომა მოკრივე. ხედავთ ლერი ბურნაძის მონდომებას შერბის ბრძოლაში ფაქტიურად ერთსულიერ დაიწყოს, იცის რომ აი ხედავთ როგორი ხასიათით იწყებს ბოლო და გადამწყვეტ რაუნდს. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მოკრივეები, აი ნახეთ ძალიან კარგი შესვლა იყო, კარგი დარტყმაც გაატარა და კვლავ, თუმცა ლუკა ბარნოვი უპასუხოდ არ ტოვებს ბურნაძის შეტევებს. ერამ მაისურაძე მიანიშნებს რომ არის საუბროს ალბათ და საუბრის ნაცვლად მუშტები დაუშინა და ძალიან კარგადაც მოიქცა ბურნაძე, რადგან რინგზე საუბარი არაფრის მომცემია, აი მუშტები კი ნამდვილად აკეთებს თავის საქმეს.
ლუკა ბარნოვის ძალიან კარგი შეტევა და კარგი დაცვა. და კვლავ კლინჩი. ხედავთ აი ფეხზე როგორ დგანან მოკრივეები, ეს დაღლილები არიან, რა თქმა უნდა. არ არის მარტივი 4 რაუნდის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლა. და სწორედ აი აქ გამოჩნდება ხასიათის სიმტკიცე, ნებისყოფა, მომზადების დონე. აი ხედავთ რომ ლუკა ბარნოვი დგას და ძალიან კარგ დარტყმებს უტარებს მეტოქის. კარგი შესვლა იყო ბურნაძის მხრიდან, თუმცა ბარნოვი არანაკლებ კარგად პასუხობს მის აქტიურობას. დავინახეთ, თითქოს ბარნოვს დაღლა დაეტყო და ბურნაძე უფრო მეტად დასვენებულია, თითქოს უფრო მეტი ენერგია აქვს შერჩენილი. თუმცა გამოცდილების ხარჯზე ბარნოვი ახერხებს, რომ უპასუხოდ არ დატოვოს ლერი ბურნაძის ინტენსიური შეტევები. აი ხედავთ კიდევ ერთი გაცვლა, ძალიან საინტერესო. ბოლომდე გვესმის ჩვენ სეკუნდანტების შეძახილები. რა თქმა უნდა, თუ რამე ენერგია აქვს შერჩენილი, როგორც ერთ ისე მეორე მოკრივეს, ამ რაუნდში უნდა დაიცალონ ბოლომდე. სხვანაირად, აი და ვნახეთ, კარგი აცელა და კარგი პასუხი. და აი ასე ინტენსიურ ორთაბრძოლაში დამთავრდა ეს დაპირისპირება. მადლობა ნამდვილად ორივე მოკრივეს. აჩვენეს ხასიათი, აჩვენეს სანახაობა. 57 კილოგრამ წონითი კატეგორიის მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლაში ლუკა ბარნოვი და ლერი ბურნაძე. ნახოთ როგორი იქნება მსაჯთა გადაწყვეტილება. როგორც ერთხელ უკვე გითხარით, ლერი ბურნაძე წარმოადგენს რუსთავს, ქალაქ რუსთავს. მისი მწვრთნელი არის შესანიშნავი პიროვნება შალვა მამაცაშვილი, რომლის მოკრივეებიც აი ამ ხასიათით და ბრძოლის უნარიანობით ყოველთვის გამოირჩევიან. იგივე შეიძლება ითქვას ლუკა ბარნოვის მწვრთნელზეც, მიხეილ ბაკაშვილი, როგორც არაერთხელ აღნიშნე. ქართულ კრებში ყველასათვის ნაცნობი მწვრთნელია, ძალიან კარგი კრების კლუბი აქვს, ძალიან კარგი მოკრივეები ყავს, ერთ-მეორზე უკეთესი ბიჭები, ბრძოლის უნარიანობით, ხასიათით გამორჩეული მოკრივეები. ახლა კი ვნახოთ, ვინ არის გამარჯვებული ამ ბრძოლაში, ძალიან დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში. და ლუკა ბარნოვი აი ამ ბრძოლის გამარჯვებული. კრების კლუბ გლებთან მიდის კიდევ ერთი გამარჯვება. ულოცავ ლუკას ნამდვილად მართლაც გამორჩეული და კარგი ბრძოლა გამართა. მართლაც თვითონაც ძალიან კარგი მოკრივეა, ნამდვილი მებრძოლია.